ამ ფილმს საქართველოს უახლეს სამხედრო ისტორიაში მცირე ექსკურსით დავიწყებთ. აფხაზეთის კონფლიქტში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაახლოებით 4000 ჯარისკაცი იცავდა. ამისთან აფხაზეთის ომის ყველაზე წარმატებულ ოპერაციაში 1200 ჯარისკაცი მონაწილეობდა. გენერალი ყარყარაშვილი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის საზღვრის გასაკონტროლებლად მდინარე ფსოუსთან 400-მდე ჯარისკაცით ჩავიდა. წლის 24 მარტის გამთენია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე დაახლოებით 1000 კაციანი შენაერთით და 12 ვერტმფრენით სვანეთისაკენ გაემართა. ოჯახში, რომლის წინააღმდეგაც სპეცოპერაცია განხორციელდა, 4 მამაკაცი, 2 ქალი და 4 ბავშვი იმყოფებოდა. ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპნენ მამაშვილი ევგენი და ომეხ აფრასიძეები. წინმე დაიჭრა ერთ-ერთი ძმა, გოჩა აფრასიძე. აფრასიძეების გვარი ცნობილი გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გახდა, მას შემდეგ რაც საბჭოთა მილიციამ ოჯახის უფროსზე, ევგენი აფრასიძეზე რამდენიმე წარუმატებელი სპეცოპერაცია განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით ევგენი აფრასიძის სიძე ვანო პირველი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მისდას და როცა მისი სიძე მკვდარი იპოვეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მკვლელობა ევგენიმ ჩაიდინა. ამ მკვლელობის შემდეგ 16 წლის განმავლობაში ევგენი აფრასიძეს მილიცია ეძებდა და მის დასაკავებლად არაერთი სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლებიც უშედეგოდ დამთავრდა. აფრასიძეს სამართალდამცველებს ხელში არ უვარდებოდა. პოლკოვნიკი ვახტანგ ჯაფარიძე დაკავების არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა. პირველად რო შემხვდა ევგენი როგორ იყო ახლა ეს მე შევიყვანე მანქანად დავაყენე ამათ ეზოს მე ადრე მქონდა უკვე ფარულად ეს ეზო დათვალებულა ვიცოდი რომ წყაროსყალი იყო იქ იმ ეზოში ქალები იჯდნენ იქა და მათ შორის აღმოჩნდა ქალბატონი დოდო ევგენის მეუღლე და ამ ქალებს მიმართა რომ წყალი მწყურად იქნებ წყალი დამალევეთ. ადგა ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც მე დავრწმუნდი რომ იყო ევგენის სოლი წავიდა სახლისკენ. სახლში რომ შევიდა კარები მოიკეტა რა თქმა უნდა და მე ჩემი ყურადღება იქითკენ გადავიდა. იქიდან და შევხედე რომ ცოტა კარები გაიღო. ცოტა ოდნავ. და ნახევარი სახე გამოჩნდა კაცის. დავრწმუნდი უკვე რომ ეს იყო ევგენი. მილიციის ოფიცერი აფრასიძეს ცემენტის გამყიდვლად გაეცნო. აფრასიძეები ამ დროს სახლს აშენებდნენ და ცემენტი სჭირდებოდათ. ჯაფარიძემ დაიწყო აფრასიძეების ცემენტით მომარაგება და ოპერაციის ბოლოს ცემენტის ნაცვლად მილიციელებით სავსე საბარგო მანქანი დესტუმრა მათ. და როდესაც მივედით იქ მე მოკლედ ყვები ახლა როდესაც მივედით იმ სოფელთან, მივედით ევგენის ეზოსთან და დავაყენე იმ ადგილზე, სადაც ყოველთვის ვაყენებდი მანქანას. ევგენი გამოვიდა ძალიან მოწყენილი, როგორც ძალიან მოგახსენეთ. ძალიან მოწყენილი გამოვიდა. მე რა თქმა უნდა, ეს არ მესიამოვნა, მივედი ამოვდექი გვერდით. და ვეთქერ მეჩქარება ჩქარა ჩამოთვიდა. ამ დროს ძაღლი ყავდა მანქანაში. დაიწყო ტყმუტონი ევგენი შემომიტრიალ და უკვე დავჭით პირისპირ უკვე ერთმანეთს მე დავეტაკე რა თქმა უნდა ავწია ჰაერში და ვიყვირე რომ გამოდით აფრასიძე დააპატიმრეს, თუმცა 16 წლიანი ძებნის შემდეგ პროკურატურამ სიძის მკვლელობა ვერ დაუმტკიცა და მას 2 წელი მხოლოდ იარაღის უნებართოდ ტარებისათვის მიუსაჯეს. ოჯახის პირველი შვილი შმაგი აფრასიძე დაიბადა 1965 წელს, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. ოჯახთან ერთად იქვე მამის სახლის გვერდით ცხოვრობდა. იგი უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას. სპეცოპერაციამდე მის მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არსებობდა. შუათანაძმა გოჩა აფრასიძე 1967 წელს დაიბადა. მის წინააღმდეგ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ტარებისათვის, პოლიციის მუშაკებზე თავდასხმისა და ხულიგნობისათვის. აფრასიძეების დამწვარ სახლში შემორჩენილია ხის დამამუშავებელი საამქროს ნარჩენები. ამ საამქროში გოჩა აფრასიძე ხეზე მუშაობდა. უმცროსი ომეხ აფრასიძე დაიბადა 1970 წელს. იგი იყო ნასამართლევი და რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისათვის იძებნებოდა.
საქმის მასალების მიხედვით თითქოს და აფრასიძეები იძებნებოდნენ. ისინი კი აშენებდნენ სახლს, ეწეოდნენ მეურნეობას. უფრო მეტიც 1996 წელს გოჩა და ომეხ აფრასიძეები საკუთარ სახლში მოინახულეს სამართალდამცავებმა. აქედან ჩანს, რომ ეს ძებნა არ იყო რეალური, ხოლო ლეგენდა აფრასიძეებზე სამართალდამცავებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ყველა გაუხსნელი დანაშაული მათთვის დაებრალებინათ. 2001 წელს აფრასიძეების ეზოში შეკრებილმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ევგენი აფრასიძის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა. ამ გადაწყვეტილებით აფრასიძეებს ესტუმრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალანია, სამხარეო პოლიციის უფროსი ჯამბურია და სხვები. აფრასიძის მიმართ წლების განმავლობაში იყო გამოცხადებული ძებნა, ის იძებნებოდა მძიმე დანაშაულებში, უტყუარი მტკიცებები იქნა მოპოვებული, რომ ევგენი აფრასიძის მიერ არ იყო ჩადენილი ეს მძიმე დანაშაულებები და დადგენილება სისამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ჩემს მიერ არის დამტკიცებული. 2001 წლის 23 მაისს გაიტაცეს ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმა ლევან კალაძე. იმავე საღამოს კალაძეებმა მიიღეს წერილი $600,000 მოთხოვნით. კალაძეების ოჯახმა დახმარებისათვის პოლიციას მიმართა და იგეგმა ფულის გადაცემის ოპერაცია, თუმცა ფულის გადაცემის წინ ოპერაცია თავად პოლიციის მითითებით შეწყდა, რის გამოც გარიგება არ შედგა და გამტაცებლების კვალი დაიკარგა. 2 წლის შემდეგ 2003 წლის 23 ივნისს კახი კალაძე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ თბილისში ჩამოფრინდა. მას აეროპორტში დახვდა მისი მეგობარი დავით კვიჟინაძე. მან აეროპორტშივე უთხრა კახი კალაძეს, რომ დაუკავშირდნენ გარკვეული პირები და $300,000 საფასურად ლევან კალაძის გათავისუფლება შესთავაზეს. კალაძეების სახლში მისვლის შემდეგ კვიჟინაძეს ტელეფონით ეუბნებიან, რომ გამოსასყიდი თანხის ნაწილი $200,000 იმავე საღამოს უნდა ჩაიტანა სვანეთში. კახი კალაძემ მაშინვე დაიწყო ფულის შეგროვება და იმავე საღამოს გაიცნო ამ ოპერაციის ინიციატორი ნოდარ გვიჩიანი და მისი ბიძაშვილი ოთარი. იმავე საღამოს დავით კვიჟინაძე $200,000 ბიძაშვილ გვიჩიანებთან და დაცვის სამ თანამშრომელთან ერთად სვანეთში გაემგზავრა. მათი ჩვენებით აფრასიძეს $200,000 გადასცეს, საიდანაც აფრასიძემ საჩუქრად $20,000 უკან დაუბრუნა. საქმის მასალების მიხედვით ისინი სვანეთიდან მეორე დღესვე დაბრუნდნენ. კვიჟინაძემ კარლო კალაძეს უთხრა, რომ ფული სვანეთში აფრასიძეებს გადასცეს და ლევან კალაძეს 20 დღეში გაათავისუფლებდნენ. თვენახევრის შემდეგ 3 აგვისტოს კარლო კალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ კობან არჩემაშვილს განცხადებით მიმართა, რომ მისი შვილის უახლოესმა მეგობარმა დავით კვიჟინაძემ შვილის გათავისუფლების მოტივით $200,000 გამოსცალა და ამ ფაქტზე რეაგირება ითხოვა. ამ განცხადებას მთელი რიგი მოვლენები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა და სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა. გამოძიებამ დააკავა დავით კვიჟინაძე, თუმცა 2 დღეში იგი გაათავისუფლა. გამოძიებამ დააკავა ნოდარ გვიჩიანიც, ოღონდ იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების ბრალდებით და ისიც კვიჟინაძესავით მალე გაათავისუფლეს. 2004 წლის 24 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სვანეთში ჩაატარა სპეცოპერაცია. და ბოლოს სპეცოპერაციის შემდეგ კალაძისა და გოგინაშვილის გვამების დადგენის მიზნით გათხარეს სოფელ ეცერში საუკუნოვანი საგვარეულო საფლავი და გაკეთდა მინიშნება, რომ გვამები სწორედ აფრასიძეების სახლის სიახლოვეს აღმოაჩინეს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა დღეს. აღმოჩენილი არის 8 პიროვნების გვამი. ის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა სვანეთში, სწორედ ამ ჯგუფის მოქმედების შედეგი არის ეს გვამები. რეალურად კი ლევან კალაძის გვამი მხოლოდ 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. საქმე 2006 წლის თებერვალში გაიხსნა. საქმე გაიხსნა 2006 წელს და გაირკვა, რომ აფრასიძეებს კალაძის გატაცების საქმესთან არაფერი აკავშირებდა, მაგრამ ეს ოჯახი ამიტომ გახდა სპეცოპერაციის მსხვერპლი, რომ სამართალდამცავები ხელოვნურად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს და ყალბმტკიცებულებებს აფრასიძეების კალაძის გატაცების საქმეში დასადანაშაულებლად. გამოძიება, რომ ობიექტური ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა იმის დანახვა, რომ აფრასიძეები ხელოვნურად იყვნენ მოცემულ საქმეში ჩათრეულნი, რასაც თვალნათლივ ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი წინააღმდეგობა და კაზუსი. საქმის მასალების მიხედვით სვანეთში პირველივე შეხვედრაზე ომეხ აფრასიძემ უთხრა მოსალაპარაკებლად ჩასულ კვიჟინაძეს და გვიჩიანს, რომ
ლევან კალაძე გამტაცებლებს მოკლული ჰყავდათ და $150,000 საფასურად მიასწავლიდა გვამის ადგილსამყოფელს. ასევე ეტყოდა ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. იგივე ჩვენების მიხედვით თბილისისკენ მგზავრობის დროს კვიჟინაძემ გვიჩიანს უთხრა, რომ მშობლებს ვერ ეტყოდა ფული მკვდარ შვილში გადაეხადათ. მაგრამ მისივე ჩვენებით რამდენიმე დღეში მას დაურეკა გვიჩიანმა და უთხრა, რომ ლევან კალაძე ცოცხალი იყო და ამ საკითხის გასარკვევად ისევ სვანეთში ასვლა შესთავაზა. რამდენიმე დღეში გვიჩიანი და კვიჟინაძე ისევ გაემგზავრდნენ სვანეთში და ამჯერად ლევან კალაძის ცოცხლად დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. საქმის მასალებით სვანეთში ყოფნისას ომეხი თქვა, რომ 300,000-ის ჩაერეოდა და დააბრუნებინებდა გატაცებულ ლევან კალაძეს. კვიჟინაძე შეევაჭრა და დაითანხმა $200,000-ზე. კალაძეები კი ამბობენ, რომ კვიჟინაძე მათგან $200,000 მხოლოდ კახის ჩამოსვლისთანავე ითხოვდა. ლევანის გათავისუფლების შემდეგ კი კიდევ $100,000 უნდა გადაეხადა. ანუ გვიჩიანმა და კვიჟინაძემ კალაძეებს ლევანის გათავისუფლება ხელოვნურად $100,000-ით გაუძვირეს. საქმის მასალების მიხედვით $200,000 შეგროვების შემდეგ სვანეთში გაემგზავრდნენ დავით კვიჟინაძე, ნოდარი და ოთარ გვიჩიანები და მათ თან ახლდათ კალაძეების ოჯახის დაცვის წევრები, რომლებიც იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იყვნენ. ნოდარ გვიჩიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის თანახმად 5-ჯერ ნასამართლევი, ოთარ გვიჩიანი კი 2-ჯერ ნასამართლევი იყო და ისინი არ ირიდებიან პოლიციელებთან ერთად კალაძის დაბრუნების საქმეში მონაწილეობას. დავით კვიჟინაძე და ნოდარ გვიჩიანი ამ საქმეში დილეტანტების თავმჯდომარეს ნამდვილად არტოვებენ, განსაკუთრებით ეს ითქმის ნოდარ გვიჩიანს. გინდა თუ არა გაგიჩნდება მოსაზრება, რომ არსებობდა რაღაც გეგმა, რომლის თანახმად აუცილებლად აფრასიძეთა ოჯახში ფულის მიტანის ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო პოლიციელთა თანდასწრებით. ნოდარ გვიჩიანი ფაქტობრივად ინსპირატორის როლს ასრულებს და ეს არ არის ერთადერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც იგი მსგავსი დატვირთვით გვევლინება. აფრასიძეების საქმის შემდგომ ნოდარ გვიჩიანი გვევლინება ახალი დანაშაულის გამხსნელად, ასე ვთქვათ, ბჭყალებში. ეს არის ნიკოლოზ ლომინაძის, თელასის ფინანსური დირექტორის განზრახველობის საქმე. აქაც ნოდარ გვიჩიანმა მოახერხა თავი დაეღწია მართლმსაჯულებისაგან განთქმითი ჩვენებებით, აღიარებით, სხვაზე დანაშაულის გადატანით. მან დაასახელა როგორც მკვლელობის შემკვეთი, ასევე შემსრულებლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს პოზიცია ამ შემთხვევაში ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ნოდარ გვიჩიანის ჩვენებებს და არც ერთი სხვა გარემოება, სხვა დეტალი ამ საქმესთან დაკავშირებით არ ემთხვევა მის მიერ მიჩემულ ჩვენებას. ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით ომეხ აფრასიძემ მას დაუსახელა ლევან კალაძის გამტაცებლების სახელები. ციტატა ჩვენებიდან. მანვე გვითხრა ლევანი გაიტაცა სამმა სვანმაო და სიგარეტის კოლოფზე დამიწერა მათი სახელები. იმავე გვიჩიანის ჩვენებით სიგარეტის კოლოფი მათ დავით კვიჟინაძემ გადასცა. ამ დროს ლევან კალაძის გატაცების საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. გამოძიება კი არ დაინტერესებულა სიგარეტის კოლოფზე მიწერილი სახელებით და კვიჟინაძისათვის ამის თაობაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამთ. გამოძიების მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი დეტალის უყურადღებოდ დატოვება, თუ ვისი სახელები ეწერა სიგარეტის კოლოფზე, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ლევან კალაძის გამტაცებლების ვინაობის დადგენის მიზნით გამოძიებას ნამდვილად არ აწარმოებდნენ. საბოლოოდ უპასუხოდ დარჩა საკითხიც. აიღო თუ არა საერთოდ ომეხ აფრასიძემ კალაძეების $200,000. ვახტანგ ჯაფარიძე ამბობს, რომ ომეხ აფრასიძეს იგი პირადად ესაუბრა ტელეფონით განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს უფროსის ბათალბი საღინაძის თხოვნით, რომელიც კალაძის საქმეზე მუშაობდა. არაო მაშინო $10,000 დაიტოვეო, $10,000 დაიტოვეო. დანარჩენს წავიღებთ კი ბატონო. მართლაცო. ხო და იქნებო დაგვიდგინო მაინც რომ დაინტერესდი ამ საქმით და დაგვიდგინო მისი ადგილსამყოფელია. მე უთხარი კი ბატონო და დავიტოვე $10,000. ეს $10,000 ვახტანგი უფროსო აგერა მაქვს შენახული აქლა და ის $199,000 წამოიღეს უკან. ეს მე მითხრა ომეხი აფრასიძემ. და თუ ვინმე დაფიცავსო და არ დაადასტურებს ამასო და იტყვის რომ მთლიანად
სადაც მეტყვი იქ ჩამოვალ. ადვოკატები ამბობენ, რომ ორივე ძმა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო განხილვის დროს იმყოფებოდნენ უკანონო პატიმრობაში. კოჩა აფროსიძე, როგორც ცნობილია, დაკავებული იქნა 2004 წლის 24 მარტს და იგი მთელი 4 თვის განმავლობაში ისე იმყოფებოდა პატიმრობაში, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. უფრო მეტიც, მას სამთვიანი საპატიმროვა და ისე გაუგრძელეს, რომ ამ დროს ჯერ კიდევ ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. არადა საქმეში არსებობს გამოძიებელ ირაკლი წულაიას მიერ შედგენილი დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სადაც ცხადათაა მითითებული, რომ კოჩა აფროსიძეს ბრალი წაეყენა 2004 წლის 9 ივლისს, დაკავებიდან 4 თვის შემდეგ. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ევროკონვენციის მე-5 და მე-6 მუხლები აწესებს კატეგორიულ ვალდებულებას დაკავებულს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს ბრალდების არსი. კოჩა აფროსიძე 4 თვის განმავლობაში ისე იმყოფებოდა პატიმრობაში, მისთვის არ იყო ცნობილი თუ რა ზედავებოდა ბრალდება. რაც შეეხება შმაგი აფროსიძეს, ისიც დაკავების დღიდან გვევლინება უკანონო პატიმრად, ვინაიდან მის მიმართ უხეშად იქნა დარღვეული 156 მუხლის მეორე პრიმა ნაწილის მოთხოვნები, რამდენადაც დაკავების ოქმი შედგენილი იქნა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და მისი ასლი შმაგი აფროსიძეს არ გადასცემია. მსგავს შემთხვევებში ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად თავისუფლება შეზღუდული პირი აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე მოთხოვნას აყენებს კანონის სხვა არაერთი მუხლიც. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გოჩა აფროსიძე არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. მას დაავადებული ჰქონდა მარჯვენა თვალი. ადვოკატებმა გამოძიება შუამდგომლობით მიმართეს, ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. გამოძიებამ შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია. იგივე შუამდგომლობით დაცვამ მიმართა სასამართლოს და ეს შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განჩინების მიხედვით ეს საკითხი არაარსებითად ჩაითვალა. დაცვის მხარემ ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა და შედეგად დადგინდა, რომ ერთ თვალში მხედველობა პატიმარს სრულად ჰქონდა დაკარგული და მისი აღდგენის შესაძლებლობა აღარ არსებობდა. მაგრამ მარჯვენა თვალის როგორც ორგანოს შენარჩუნებისათვის ესაჭიროებოდა დროული ქირურგიული ოპერაცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა მარჯვენა თვალის პროტეზირების საჭიროებას. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაცვამ თხოვნით მიმართა იუსტიციის მინისტრს, სახალხო დამცველს, მაგრამ ავადმყოფს მკურნალობა არ ჩაუტარდა. ნებისმიერ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება და ამ უფლებას არ ართმევს მას პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად სახელმწიფო მოვალეა იზრუნოს ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენს ოფისს შესწავლილი აქვს ეს საქმე, გაგზავნილი გვაქვს არაერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ დაკმაყოფილდა და არათუ არ დაკმაყოფილდა, უბრალოდ პასუხიც კი არ მივიღეთ იუსტიციის სამინისტროდან და ერთადერთი შეფასება, რაც ამ შემთხვევაში შემიძლია, ეს არის, რომ კოჩა აფროსიძის მიმართ ადგილი აქვს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, იმიტომ რომ როცა ადამიანი კარგავს მხედველობას და მას არაფერს არ უკეთებს სახელმწიფო, რომელსაც აქვს მოვალეობა, ეს არის წამების კლასიკური შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეთ სასამართლო კოლეგიას გოჩა აფროსიძის თვალის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოსამართლეებს ამ მიმართულებით ყურიც ვერ გავაბარტყუნებინეთ, ამან გამოიწვია ის, რომ გოჩა აფროსიძე მთელი პროცესის განმავლობაში სამწუხაროდ დღემდე იმყოფებოდა და იმყოფება წამების და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, ვინაიდან მას გამუდმებით ტანჯავს თვალის ტკივილი. დღემდე ეს ფაქტი რეაგირების გარეშე რჩება, რითაც უხეშად ირღვევა როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე ევროპული კონვენციის მესამე მუხლის მოთხოვნები. წინასწარი და სასამართლო გამოძიების პარალელურად მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა ლევან კალაძის ადგილსამყოფელის დასადგენად. საქმეში დევს 2004 წლის 17 მაისით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ბათალბი საღინაძე ადასტურებს, რომ აფროსიძეებთან მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმჟამინდელი რედაქციით აკრძალული იყო. შეიძლება ვინმეს ეს საპროცესო დარღვევები უნიშნელოდ მოეჩვენოს, მაგრამ რეალურად ამ დარღვევების მეშვეობით ხორციელდებოდა ზეწოლა მურავიოვზე და მისგან ყალბიჩვენებების გამოძალვა. რადგან მურავიოვს ყალბიჩვენებებს გარნახობდნენ, ესე იგი მათი ინტერესი აფროსიძეებზე ისრების გადატანა იყო. ვლადიმერ მურავიოვი აფროსიძეებთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა. იგი სპეცოპერაციის შემდეგ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. იგი პირველივე ჩვენებებში ამბობდა, რომ აფროსიძეების ოჯახში ნახა გატაცებული ლევან კალაძე. Я видел парня, которого привозили туда.
Ну как я его видел? Я зашел в дом, заносил дрова. Он сидел парень на кресле, смотрел телевизор. საქმის მასალების მიხედვით ჩატარდა ამოცნობები და მურავიოვმა ამოიცნო ლევან კალაძე. მის გარდა მურავიოვმა ფოტოზე ამოიცნო 2002 წლის ივნისში წყნეთიდან გატაცებული 15 წლის მარიამ გოგინაშვილიც. მურავიოვის ჩვენებების მიხედვით კალაძისა და გოგინაშვილის გვამები შესაძლებელი იყო აფრასიძეების ეზოში ყოფილიყო დამარხული. ამ ჩვენებების საფუძველზე ეზოში გათხარეს კარტოფილის ორმო, იასამნის ბუჩქი, გათხარეს კიდევ რამდენიმე ადგილი. სასამართლოს ხდომაზე მურავიოვმა განაცხადა, რომ ასეთ ჩვენებებს მას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალავდნენ და დაასახელა მათი ვინაობაც. მაგრამ ეს ჩვენება სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. ოპერატიული მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა კლასიკური PR კამპანია მედიის საშუალებით. ქვეყნდებოდა სტატიების სათაურები. სვანეთის ლეგენდარული ყაჩაღი კახი კალაძის ნაჩუქარი მაისურით დადიოდა. პრაკავშირი აქვს აფრასიძეებს ლევან კალაძის გატაცებასთან. განსაკუთრებით ხმაურიანი და მიზანმიმართული იყო შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის ერთობლივი ბრიფინგი. შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენპროკურორის ზარზე იმით მოწყობილი ბრიფინგი არაკვალიფიციური და ყალბი გამოდგა. მეორე დღესვე გაირკვა თუ ვისი საფლავები გათხარეს. ხალი არაფერი იქ ჩამატებული არ არის, რო ხელს მოკიდებს კაცი იფშნება. ამას დებილი კაცი მიხვდება, რომ ძველია თუ ახალი. თუ გინდა 3-4 წლის უკანა მკვდარი ყოფილიყო აქ დამარხული. არ დადასტურდა ბათალბის აღინაძის ინფორმაცია, რომ ლევან კალაძისა და თამარ გოგინაშვილის სამარხები აფრასიძეების ეზოში, კარტოფილის ორმოში და იასამნის ბუჩქის ქვეშ იყო. არ დადასტურდა ინფორმაცია საერთოდ არც ერთი სამარხის შესახებ. უფრო მეტიც, 2006 წლის თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა საქმის გახსნის შესახებ, რითაც აფრასიძეების კავშირი კალაძის გატაცებასთან სრულად გამოირიცხა. 2006 წლის 4 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაკავებული იქნა ბათალბის აღინაცე. მის წინააღმდეგ წაყენებული ერთ-ერთი ბრალი მდგომარეობს შემდეგში: მოწმე მურავიოვისაგან ჩვენების იძულებით მიღება. ჩემი თანდასწრებით ბათალბის აღინაძის მიერ ჩვენებიდან დასტურდება, რომ 2004 წლის იანვრის თვეში ბათალბის აღინაძეს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა სისხლსამართლის სამძებროს უფროსმა ზურაბ ფერაძემ იმის თაობაზე, რომ ლევან კალაძე შესაძლოა გადაცებული ყოფილიყო აფრასიძეების მიერ და მისი გვამი დასაფლავებული სვანეთში. ანალოგიური ინფორმაცია ასევე საიდუმლო წერილით მას მიაწოდა ზურაბ ფერაძის მაშინდელმა მოადგილემ და ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავამ. იმის თქმის საფუძველს, რომ აფრასიძეების მიერ კალაძის გატაცება ბათალბის აღინაძის ფანტაზიის ნაყოფი არ არის, ამის თქმის საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოება. ბათალბის აღინაძის სამსახურიდან განთავისუფლებიდან 11 თვის შემდეგ მოწმე მურავიოვს იგივე სამეორებიებენ, რომ კალაძე გატაცებული იყო აფრასიძეების მიერ და დასაფლავებული სვანეთში. მაგრამ მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩაატარა. კალაძის საქმის გაუხსნელობა ტვირთად დაწვა სახელმწიფოს. თუ იარსებებდა ვერსია, რომ გამტაცებლები დადგენილი არიან, მაგრამ ისინი ემსხვერპლენ სპეცოპერაციას, გარკვეულწილად შეამსუბუქებდა სამართალდამცავების მორალურ ტვირთს ლევან კალაძის საქმის გაუხსნელობის გამო. 2004 წლის 24 მარტს გამთენიისას დაიწყო სპეცოპერაცია, რომელშიც მოსახლეობის თქმით 1000-ზე მეტი შეიარაღებული პირი და 12 ვერტფრენი მონაწილეობდა. გამთენიისას ჯერ გაღვიძებული არავინ არ იყო, სოფელში ამდგარის არავინ არ იყო, იმ დროს შემომესმა ვერტალიოტის ხმა და იმან გამაღვიძა ერთ სიტყვით ვერტალიოტის ხმამ ავდექი გამოვედი გარეთ და აივნიდან დავინახე რომ ვერტალიოტი რომ მოდიოდა და მე ვიფიქრე ალბათ მეთქი ან ხელფასები მოაქვთ ან პენსიები რაღაცა ვიფიქრე მაგრამ ეს რომ დავინახე ჯერ ერთი ვერტალიოტი მერე მეორე მოყვა და პირდაპირ ჩვენ სახლისკენ რომ დაუმიზნეს და კიდევ მოყვა და ხუთი ზუსტად რომ დავინახე მე ჩავირბინე მეორე სახლში იქ ჩემი უფროსი ვაჟი და თავისი ცოლშვილი იქ იწვნენ მეორე სახლში. სახლში, რომელზეც სამართალდამცველებმა იერიში მიიტანეს, შმაგი აფრასიძიშვილს 12 წლის გიორგი აფრასიძესაც ეძინა. რო გავიღვიძე ტყვიების სროლა ისმოდა და იმან გამაღვიძა. რო გავიღვიძე დავინახე რომ ბაბუა იქ იცვამდა ტანსაცმელს. ტანსაცმელი რო ჩაიცვა, გამოვიდა აივანზე, მეც აუდექი გამოვყევი ბაბუას. ბაბუამ ხელები აწია და თქვა რომ ბავშვი არისო სახლში არის სროლოთო და მე ესროლეს ბაბუას თქვია ბაბუა დაეცა აივანზე.
იმის მტკიცებულებად, რომ სამართალდამცველებმა ცეცხლი მხოლოდ აფრასიძეების მიერ გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობის შემდეგ გახსნეს, საქმეში დევს ერთ-ერთი ვერტმფრენის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც მის ზოგიერთ დეტალს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება ეტყობა. წინააღმდეგობის გაწევის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად მიიჩნევენ ვერტმფრენის დათვალიერების ოქმს, რომელიც თავისი არსით დაუშვებელი მტკიცებულებაა, მაგრამ მთავარია, რომ არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა ვის მიერ გასროლილი და რა იარაღიდან გასროლილი ტყვიებით იქნა მიყენებული აღნიშნული დაზიანებები, რამდენადაც ჩატარებული იქნა ფაქტობრივად სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა 12-მდე ვერტმფრენი და 1000-ზე მეტი შეიარაღებული პირი, ყველა ისროდა ერთდროულად და სავარაუდოდ სწორედ მათ მიერ გასროლილი ტყვია მოხდა ამ ვერტმფრენს. აფრასიძეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ვერც მოასწრებდნენ, ვინაიდან ეს ყველაფერი მოხდა დილის 7 საათზე. სპეცოპერაციის კვალი ეტყობა ირგვლივ მდებარე შენობებსაც. ამ სახლის პატრონმა განაცხადა, რომ მის სახლს არც ერთი მთელი მინა აღარ შერჩა, რის შემდეგაც ფანჯრებზე ცელოფანი გააკრეს. არც ამ სახლიდან გაუწევიათ სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობა, მაგრამ იგი ინტენსიური ცეცხლის ობიექტი აღმოჩნდა. სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციელებმა ამ ოჯახში მცხოვრებ ასაკოვან ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.იდან გამოათვლეს ესენი, აქ გამილახეს შვილი, ქმარი მუხლე შოქებზე იყო აქ. ბავშვიც მიყავდა წინ, დაწექეთ ამ წუთში აქ, დაწექეთო და ამასობაში აქ შუაში გამოვიდნენ და მე უკან ასე გადვა აქედან ყირაზე გამომაგდეს და ამ ხებზე მოვხდი და ხენი აქედან აქამდე გაშავებული, გასილებული, სიარული არ შემეძლო, კინა მამა მოგწყვეტეს ყველა. თავდასხმა განხორციელდა იმ სახლზე, სადაც ბრძალს და მცირეწლოვან შვილიშვილებს ეძინათ. შევაღე კარი და იქ დავინახე უკვე ბავშვები შმაგის გამოყრილი ყავდა ლოგინებიდან და ერთი ლოგინის ქვეშ იყვნენ ყველა ბავშვები და თავისი მეუღლე დამალულები და შმაგი მითხრა დაწექიოდე და რას გეხარო მოგკლავენო და შედიო შენცო ლოგინის ქვეშო და მეც შევედი ლოგინის ქვეშ და გადავეფარე ამ პატარა ბავშვებს და შმაგი მოგვაყარა ხან რას გვაყრიდა ლოგინს, ხან რას რო ტყვეები აქვს ცდენოდა. ეს ის საძილე ტომარა, რომელიც შმაგი აფრასიძემ იმ დღეს ლოგინის ქვეშ მყოფ თავის ცოლ-შვილს და დედას გადააფარა. სახლი, სადაც სპეცოპერაციის დროს ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, ყველა მხრიდანაა დაცხრილული. ლოგინმა და საძილე ტომარამ მათი სიცოცხლე იხსნა, თუმცა ამ თავდასხმის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა შმაგი აფრასიძის მეუღლე. ამ დროს უკვე ყოველი მხრიდან რო ასეთი სროლები იყო, ბავშვები კიოდნენ, ტიროდნენ და მე უთხარი მეთქი გაჩვენდით, თორე სულ ამოგწყვეტენ მეთქი და მაშინ ბავშვებმაც დამიჯერეს და ინდირამაც დამიჯერა და შეწყვიტეს ეს კივრი და ამ დროს უკვე შემოსვიდნენ. დოდო აფრასიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს სურვილის შემთხვევაშიც კი წინააღმდეგობას იმ მარტივი მიზეზის გამო არავინ გაუწევდა, რომ ორივე სახლში ბავშვები იმყოფებოდნენ და მათ სიცოცხლეს ოჯახის წევრები საფრთხეში არ ჩააგდებდნენ. გიორგი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ ესროლეს ხელებაწეულ ბაბუას, იგი ოთახში შებრუნდა. შემოვედი სახში რო შემოვედი, გოჩა დამხვდა სახში. მე ერთი 5 წუთი ისროდნენ. მაგრამ ვერ გავედით სახლიდან. მე სროლა რო შეწყდა, გავედით სახლიდან, მეზობელთან გავიყვანო გოჩამ. იქაც მე ჩვენ გვესროლეს. ერთი ტყვია იქ ბოძს მოხდა, რომელიც იქ იდგა ბოძი. მეც მომხდა იქ შარვალში. თვითმხილველები ყვებიან, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ პოლიციელებმა აფრასიძეების სახლიდან სავსე ტომრები გამოზიდეს. რო ჩამოვიდიოდი, დავინახე როგორ გამოქონდათ აფრასიძეების სახლიდან მეშოკები, დებდნენ გზაზე და მიქონდათ ვერტმფრენისკენ. 30 მეტრის მანძილიდან დავინახე, რომ აფრასიძეების სახლიდან გამოჰქონდათ ტომრები ამ ფორმიანებს. ჩამოიტანეს ორღობეში დაალაგეს და მერე მოგვიანებით კიდევ გაიტანეს ვერტმფრენის მიმართულებით. თუმცა პოლიციამ შენობიდან არ გამოიტანა ევგენი აფრასიძის გვამი და ის სახლთან ერთად დაიწვა. გავიდა ცოტა ხანი და ერთი შემოვარდა სახლში და ადიელა წაიღო და მეთქი რა თქინდათ და ისაო
არაფერიო ისეთიო და მე მეორე ერთი რომელიღაც შემოვიდნენ და ისო გოჩასთვის უნდოდათო. ესე იგი გოჩას გადააფარეს თურმე ის ადგილა მკვდარი ეგონათ, მაგრამ ამ დროს ექიმს გაუსინჯია და არ არისო სულ მკვდარიო. და მე გადაუყვანიათ იმაზე ვერტალიოტზე. გოჩა აფრასიძე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ არც წინასწარი გამოძიება და არც სასამართლო არ დაინტერესებულა თუ რატომ ჰქონდა უმძიმესი ჭრილობები გოჩა აფრასიძეს, არა ცეცხლსასროლი, არამედ ცივი იარაღით მიყენებული. კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული ადიელა ომეხ აფრასიძეს დააფარეს, რომელიც სახლიდან ოდნავ მოშორებით მეზობლის ღობესთან ეგდო. გამოძიების მასალებით იგი წინააღმდეგობის გაწევის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა. ირმა აფრასიძე ის მოწმეა, რომელიც გამოძიების ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს. იგი ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ მოჰყავდათ პოლიციელებს სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ომეხ აფრასიძე. იგი ამბობს, რომ ყველაფერი ამ საბძლიდან დაინახა. როგორც კი მიწყნარდა, უფრო მიწყნარდა ეს სროლის ხმა, გამოვედი ჩემი სახლიდან და შემოვედი აი ამ საბძელში, იმიტომ რომ აქედან უფრო ჩანდა იქით მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს სპეცოპერაცია ტარდებოდა და ვიყურები აქედან. და დავინახე, როგორ გამოიყვანეს ომეხი ქვედა ეზოში, თავისი მოძრაობით მოდიოდა, არ ეტყობოდა იმას არაფერი, რომ ან დაჭრილი იყო, ან დაშავებული რითიმე. ოღონდ გაკავებული ჰქონდა ხელები. ჩაიყვანეს გზაზე. ცოტა ხანში ატყდა იქ სროლა. 20 წუთის მერე უკვე გამოვედი ამ საბძელიდან, მაგრამ სანამ ეზომდე მივაღწევდი, დავინახე იქ ხელმარცხნივ ქუჩაში, ტალახში ეგდო მკვდარი კაცი. ადიალა ჰქონდა წაფარებული. გვამი, რომელსაც პლედი ჰქონდა გადაფარებული, ომეხ აფრასიძე აღმოჩნდა. იმ ტრაგედიის დღეს მე აქ არ ვიყავი. როგორც გავიგე ამობედურების შესახებ, მე მეორე დღესვე ჩამოვედი სვანეთში, როგორც ოჯახის წევრი და ჭირისუფალი, მე ვარ გოჩა შმაკი და ომეხის დეიდაშვილი. არ ვიცი, როგორ ავწერო, თუ ადამიანმა ეს არ დაინახა, ისე აი მე შეიძლება ადამიანი ვერ გადმოსცეს. სხეული იყო დაფლეთილი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აი ძალიან ბევრი ცეცხლსასროლი, აი სხვადასხვა მე არა ვარ პროფესიონალი და არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ეტყობოდა გვამს, რომ იყო სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი. ერთი თირკმელთან გამოიკვეთებოდა ერთი ჭრილობა ძალიან დიდი ზომის და იყო დანით დასერილი გვამი მარჯვენა მხარეს. ორივე ფილტვის ორი ისე ნეკნები იყო დასერილი მარჯვენა მხარეს და გულმკერდის დაცილება ჰქონდა. გამოძიება არ დაინტერესდა თუ რატომ აღმოაჩნდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ომეხ აფრასიძის გვამს, არც იმით დაინტერესდა არსებობდნენ თუ არა ამ ოპერაციის თვითმხილველები. გამოძიებამ არ დაკითხა არც ერთი მოწმე, რომელიც ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგო ვერსიას გამოთქვავდნენ, თუმცა გამოძიება ვალდებული იყო შეესწავლა საქმის ყველა მხარე. შუბლზე ნაცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ყრიმალის ძვალთან და გამოსული იყო საძილე არტერიასთან. და რაც შეეხება კიდე არ ვიცი ეს მე როგორ გადმოგცეთ, აი მარჯვენა მხარზე, აი იღლიასთან იყო, აი დაფლეთილი, არ ვიცი ეს როგორ უნდა მოეხერხებინა, როგორ უნდა გაკეთებულიყო ის, აბსოლუტურად იყო გამოფლეთილი ეს იღლია. ეს ომეხ აფრასიძის ტანსაცმელია, რაც მას სიკვდილის დროს ეცვა. შესძლებდა თუ არა ასეთი დაზიანებებით და შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ომეხ აფრასიძე თავისი ფეხით გადაადგილებას. და თუ ვერ შეძლებდა, რატომ აღმოჩნდა იგი შემთხვევის ადგილიდან ასე შორს? ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით ჩვენთან არავის არ მოუმართავს. არც იმაზე არავის არ მოუმართავს, რა კანონიერების ფარგლებში მოხდა თუ არა ეს სპეცოპერაცია და ჩვენი მოთხოვნაც რაც შეეხება ექსპერტიზაზე, ჩვენთან განხორციელებული იყო 2 სატელეფონო ზარი, ესეთი მუქარით არ გაბედოთ ექსპერტიზა, არანაირი ექსპერტიზა თორემ ცოცხლებსაც დაკარგავთ. როცა აფრასიძეების სახლი ცეცხლის ალში იყო გახვეული და ევგენი აფრასიძის ცხედარი იწოდა, მინისტრი გია ბარამიძე სვანქალებს ამ დროს კუბდარით გამასპინძლებას თხოვდა. რამდენად აღფრთოვანებულიც არ უნდა ყოფილიყო მინისტრი აფრასიძეების ამოჟლეტა დაპატიმრებით, ყველაფერი ამასთან ერთად მაინც ამაზე რძენი იყო კუბდარის იმქალებისათვის მოთხოვნა, ვისი ქმრები და შვილებიც რამდენიმე მეტრის მოშორებით მისივე ბრძანებით უკანონოდ ყავდათ დაკავებული. სპეცოპერაციის დღეს სოფელ ეცერში რამდენიმე ათეული მამაკაცი დააკავეს. ისინი საბარგო მანქანებით გადაიყვანეს სამეგრელოში და მხოლოდ მომდევნო დღეებში გაათავისუფლეს. ისინი თავს არიდებენ ამ მწარე მოგონებების საჯაროდ გახსენებას.
ყველაზე მწარი მოგონება კი ამ ისტორიაში აფრასიძეების ოჯახის ყველაზე პატარა წევრისგან, ომეხ აფრასიძისაგან მოვისმინეთ. მეზობლებმა რომ გამიყვანეს სახლიდან, ერე კიბი არის და იმაზე რომ ავდიოდით, მაშინ ის დავინახეთ, რომ ბიძაჩემი გამოათრიეს კარებიდან და იქ გზაზე გზის პირას დააგდეს. მერე ფეხი დააბიჯეს მკერდზე და ისე ამოაგლიჯეს ის ფესაბა და მერე ჩვენ გვითხრეს, რომ წადით არ შეიძლება მაგის ნახვა. თითქოს და დამნაშავეთა შეპყრობის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ჩაიდინეს შემზარავი დანაშაული. მათ დახვრიტეს ომეხ აფრასიძე, შემდგომ გაძარცვეს. ოდნავ მოგვიანებით მის ძმას შმაკი აფრასიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში წინ დაუწყეს ნაძარცვი ნივთები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. თუ ის არ აღიარებდა ლევან კალაძის გატაცებაში მისი ოჯახის მონაწილეობას, მასაც ომეხ აფრასიძის გზას გაუყენებდნენ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში ჩატარებული ეგრეთ წოდებული პროცესი ეს იყო მეორე სპეცოპერაცია განხორციელებული აფრასიძეთა ოჯახის წინააღმდეგ, როდესაც სამი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა უმკაცრესი განაჩენი, რომლითაც კოჩა აფრასიძეს მიერ სასჯა 20 წლით, ხოლო შმაგი აფრასიძეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. რეალურად მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიება. არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს კოჩა და შმაგი აფრასიძეები არ დაკითხულან მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უსარგებლიათ დუმილის უფლებით. კოლეგიის მიერ გამოტოვებული იქნა პროცესის მთელი ეტაპები. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ფაქტობრივად არ მომხდარა. არ დაკითხულა ეგრეთ წოდებული დაზარალებულების და მოწმების აბსოლუტური უმრავლესობა. დაცვის მხარეს საერთოდ არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები და ეს ეტაპიც გამოტოვებული იქნა. არ ჩატარებულა პაექრობა, სადაც ადვოკატები იტყოდნენ დაცვით სიტყვას, განსასჯელებს არ ათქმევინეს საბოლოო სიტყვა. თითოეული ჩამოთვლილი დარღვევათაგანი ცალკე აღებული განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. მოსამართლებმა თვითონ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მათ არათუ დაარღვიეს და ფეხქვეშ გათელეს კანონის ყველა მოთხოვნა, არამედ არც მეტი, არც ნაკლები გააუპატიურეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.